Ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. ესე იგი დღეს მინდა ვისაუბრო სკოლებთან დაკავშირებით. ზოგადად საქართველოში ეხლა რა მდგომარეობაა და რა სიტუაციაა სკოლებში არ ვიცი. მაგრამ შედარებით ის მინდა გავაკეთო, თქვა ჩემს ბავშვობაში როგორ იყო სკოლაში და რა ხდებოდა და თქვა დღევანდელ სიტუაციაში რამოდენიმე დღის უკან სკოლაში დამიბარეს. ეს მოხდა არავითარი რაღაცა იმით, რომ აი სასწრაფოდ გამოცხადდით და თუ არ მოხვალთ და ბავშვი გიღუპებათ. არა, უბრალოდ აი მივედი, ბავშვი უნდა წავამეყვანა სკოლიდან და მითხრეს ხუთშაბათს ბატონო, თუ გაქვთ რაიმე საქმე დაგეგმილიო და არაფერი, მეთქი თავისუფალი ვარ. ხუთშაბათს თუ შეიძლება რომ დილით მოგზანდეთ რა სკოლაში, გვინდა გაგისაუბროთ. კი ბატონო, მოვალ, არანაირი პრობლემა არ არის, მეთქი და მივედი, ესე იგი, ხუთშაბათი დღე არის, ჩემი შვილი დავტოვე სკოლაში და წავედი დირექტორთან. ასევე ის დამრიგებელიც არის ის დირექტორი კლასის, რომელშიც ჩემი შვილი სწავლობს. დავჯექი წყნარადში და რა თქმა უნდა, არ იყო რაღაც პირადი შეურაცხყოფები. ამას შემდეგ მოვყვები უკვე რა და როგორ. უბრალოდ მითხრეს ესეთი რაღაცა, რომ თქვენმა შვილმა გამოასწორაო ბატონო, ფრანგულად საუბრობს უკვე კარგათო. მას უკვე კომუნიკაცია აღარ უჭირს, შედარებით წინა წელთან დაკავშირებით. და ერთადერთი რაც თქვეს, რომ არის ძალიან ცელქი არისო, ვერ ვაჩერებთ ხანდახან, იმიტომ რომ სულ თამაში უნდაო და ჩვენო ესე გვაქვს რაღაც პროგრამა დაწყობილი, რომ თამაში, მერე ცოტათი ვთქვათ მეცადინეობა, მერე კიდე რაღაცა კიდე ის და უბრალოდ აი ეს გვინდოდა გვეთქვაო, რომ ვთქვათ და ისიც კიდე ჭიდაობსო რა ბავშვებთან ერთად. მე თვითონ არ ვასწავლი ახლა, რომ ვინმეს თავს დაესხას და რაღაცა რა. და რო უთხრათო უბრალოდ რომ არ მოგუდოს, თქვათ, ვიღაცა ბავში, არ დაიბუგოს წყალი, თქვათ, რაღაცა და მსგავსი რაღაც ესეთი რაღაცები რო არ გააკეთოს რა. კი ბატონო, მეთქი, არანაირი პრობლემა არ არის და მადლობა მეთქი და წამოვედი და მე რა თქმა უნდა ჩემს შვილს აუხსენი, რომ არ შეიძლება შვილო, თქვათ, ჭიდაობა, შეწუხება ადამიანის, თქვათ, ან ბავშვი თუ არ გეთამაშება ბატონო. და თან კიდე ისიც უთხარი, რომ როდესაც გაკვეთილზე გეუნება მასწავლებელი ბატონო, რომ უნდა მოისმინო, იმიტომ რომ გამოგადგება რა, რაღაც მე მგონია, რომ ფრანგული განათლება რაღაცაში გამოგადგება რა. ხო და მეთქი მოусმინე უბრალოდ ადამიანს, პატივი ეცი, უფროსი ადამიანი არის და ასე შემდეგ. გამახსენდა ეხა ამ შედარება რო გავაკეთო, ხო? აი კულტურა, ადამიანი მოგმართა არა ისე რომ რაღაცა პრობლემა და გაგიჩნდეს სურვილი რომ თქვა შვილი დასაჯო ან შენი თავის რაღაც ისე უხერხულ მომენტში ჩააყენო რომ მეც ესე იგი ცუდი ადამიანი ვარ და რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია რო არ შექმნილიყო ისე და ეხლა გავიხსენებ სკოლას ბატონო, ჩემს სკოლას, რომელშიც მე ვსწავლობდი, რამოდენიმე სკოლა გამოცვლილი, მაგრამ არც იმას ვამბობ რომ ანგელოზი ვიყავი ბატონო და მასწავლებლებს ზედმთვარე ამოსდიოდა ჩემზე. არა, ამას არ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, პირად შეურაცხყოფებზე და უზრდელობებში მე არ გადავსულ ვარ მასწავლებლების მიმართულებაში. ესე იგი, ესეთ ისტორიას გავიხსენებ, ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელიც არ ვიცი რატო იყო მკაცრი, თან ახალგაზრდა იყო რა და ალბათ მასაც კომუნისტური სკოლა გავლილი, აი ის რაც ჩვენ ქვეყანაში იყო, ეს დამსჯელობა, კუთხეში დაყენება, ლობიოზე დაჩოქება მაგალითად, იყო მე მაქვს ეს ნანახი. ჩემ თავზეც გამომიცდია ბატონო და ეს ახალგაზრდა მასწავლებელი მე ვიფიქრე რომ ამ ადამიანთან უფრო ადვილი იქნება კომუნიკაცია. გაკვეთილი რა თქმა უნდა არ ვიცოდი და ესეთ რაღაცას მეუბნება რომ ისო თქვენი ნომერი მომეცითო რა სახლის და რა გინდა ჩემი სახლის ნომერი მეთქი რა და არა ვაიდე მშობლებს მინდა შევატყობინო რომ ისწავლო რა ბიჭო არ არის საჭირო მეთქი შემდეგში ჩაგაბარეთ მეთქი მოვალ და ორივეს მოვყვები მეთქი იმასაც და ამასაც მეთქი და გთხოვთ არ დარეკოთ დედაჩემთან გევედრებით მეთქი რა. ესე იგი მაინც გაიგო ჩემი ნომერი, იმიტომ რომ მე არ უთხარი რა, უბრალოდ მოვიტყუე რომ ციფრებს ორი მახსოვდა. ესე იგი პარასკევი დღე არის რა, სკოლიდან მისული ვარ, ვიცი რომ შაბათკვირა, ფეხბურთს ვთამაშებ ეზოში, რაღაცა ყალატბურთი, ის რაღაცა და ვემზადები რომ აი კეთილად განწყობილი ვარ, რომ კაი შაბათკვირა მექნება. ესე იგი რეკავს ტელეფონი, ავიღე ტელეფონი და რა თქმა უნდა ხმაზე ვიცანი ჩემი მასწავლებელი იყო რა და დედაჩემს გადავაწოდე ტელეფონი. ესე იგი არ ვიცი ახლა იმ ხალმა რა გააკეთა, რა ილაპარაკა ასეთი და რა თქვა.
ნუ გამლახეს მაგრად ბატონო სახლში დამსაჯეს ის შაბათ-კვირა საერთოდ არ გამიშვეს ანუ იმაზე ქუჩაში სათამაშოდ ხო და ეხლა წარმოვიდგინეთ მე მივდივარ ორ შაბათს და ორ შაბათს ვიცი რომ მისი გაკვეთილი მაქვს ეხლა აი რა გულით უნდა შევიდე მის გაკვეთილზე აი უბრალოდ ისე ამიხსენეთ უბრალოდ რა აი თქვენ თვითონ თქვენ თავზე რო გამოცადოთ ესეთი მომენტი შედივარ გაკვეთილზე არც მივესალმე ანუ რაღაც გამარჯვებას რომ მითხრა მე მოტრიალი და წავედი უკან და მე იყო ესეთი მომენტი რომ საერთოდ ხატავდი არც მაინტერესებდა მაგის ეხლა ისტორია და იმის რაღაც ფარსმან ქუელის და ვიღაცების და ლუარსაბ მე-12 და მე-14-ის რაღაცა გამოცხადებები რა აღარ მაინტერესებდა უკვე რა ვიცოდი რომ მე ვიცი უნდა მომემზადო იმიტომ რომ ნიშანი მივიღო და всё დანარჩენი აზროვნება მე არ ჭირდება ანუ ამ ადამიანთან რა ხო და ესე იგი ეს კაი ბატონო ჩასრულდა ეს ისტორიის თემა მე მათემატიკა იყო ბატონო მათემატიკას რა თქმა უნდა სუსტი ვიყავი არ მიყვარდა მათემატიკა ფიზიკა და ქიმია ეს სამი იყო რომელიც აი არ მიყვარდა რა უბრალოდ ამ მასწავლებელმა ანუ არ ვიცი რატომ მოუვიდა თავში რა ვიცი სკამიდან გადმოვარდი წიხლი ჩამარტყა ანუ რა უნდა და საერთოდ რა არის მე ვფიქრობ რომ ჩვენ არ გვითხრეს უბრალოდ შეიძლება დანა ვაითი ეს UFC-ის პრეზიდენტი რო არის ჩვენ სკოლასთან ანუ იმაშობოდა თანამშრომლობდა ჩუმად რო რაღაც მებრძოლები გამოსულიყავით თუ რა იყო არ ვიცი ან თავიდან მე დარტყმებს გვასწავლიდნენ რომ აგვეტანა თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ ნუ აი ესეთი რაღაცა აზრი მომივიდა ეხლა ესე იგი ხო მათემატიკიდანაც გამოვედი ბატონო საერთოდ არა და მე იყო ყველაზე სასწაული იმის რა ქვია ქიმიის თუ იმის ფიზიკის მასწავლებლის ვიღაცა ახლობელი რომელიც ის იყო ბლატნოი რაღაცა ვინსკი ცუდად მოიქცეოდა გაკვეთილზე მოდიოდა და აკაჩავებდა ხოლმე ანუ ის და ის ფიზიკის მასწავლებლის გვეუბნებოდა ჩემ ნათესავს ვეტყვი და აი წარმოვიდგინეთ რას მომო ვიცი რომ დღევანდელ საზოგადოებაში აი ხა მე ვიცი რომ უმეტესობა მასწავლებლები ჩუმად იქნებიან იმიტომ რომ ზოგიერთ ყველა მოსწავლემ ვერ გაამართლა ხო რა თქმა უნდა რაც ვინც გაზარდეს თქვათ ვითომ გაძდაქვია მაგას მაგრამ ნუ აი ესე რო თქვა რა საზოგადოებას მივიღეთ ეს იყო ზუსტად იმ ბაღების და იმ სკოლების და იმ სხვათა შორის სპორტული კლუბების და იმ არაკვალიფიკაციური იმის რა ქვია მასწავლებლების დამსახურება არის რა ეხლა აი რა უნდა გასწავლოს ამ მასწავლებელმა რომელიც თქვათ ესე გექცევა აი რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი რომ საერთოდ რაიმეზე მოემზადო რა ხო და ეს ნუ აი ესეთი მომენტი არის რომ მე აქ ვაყურდები უბრალოდ მარტო აქ არა ისე მოგობ უბრალოდ რა რო გავიძახით რომ აუ ეს ევროპა ბნელეთია და რაღაც ამერიკა და რაღაცა აი ნახეთ აქ უბრალოდ როგორ ზდიან და სპორტს როგორ აყვარებენ ბავშვებს და ის რო არაფერზე იმაზე რა ქვია არაფერზე რო ის არა სადარდებელი რომ აი ფული მეყოფა ამაზე თუ არა აი მიდი და მოითხოვე რომ მინდა ვიყო სპორტსმენი ყველანაირ ხელშეწყობას მიიღებ განა იმიტომ რომ ის ახლა რა ქვია ფრანგი ხარ ან ლუქსემბურგიდან ხარ არა აი მიდი ხარ აინტერესებს ადამიანს ხედავენ შენში ამას რომ მოტივირებული ხარ და ხარს გეჭერენ რა ხო და ამიტომ არის რომ აი ზუსტად ის მასწავლებლები მაგალითად რომლებიც გაეთრიე შედამპალო გარეთ აი ეს მაგალითად ხო ეს უკვე რამხელა აღზრდა არის უკვე მოცემა ამისი ამოწყდი ოჯახიანად მაგალითად ეს ჩემზე აქვს ნათქვამი მასწავლებელს არა და იმ დროს ოდესაც მე არ ვიყავი დამნაშავე რა მაგრამ ნუ თქვა მაგრამ რავი ხა ამოწყვეტილი რავი ჯერ ცოცხლა რა ვიცი ჯერ არ მოვტარვა ხო და აი ესეთი ფრაზებით რო შეგამკობს მასწავლებელი მე სკოლაში რატომ უნდა წახვიდე ფონდის ფულს კრიბავ და მე ვიღაცა უფროსი გადგება უფროსი ასაკის ტიპი ესე სკოლაში ხდებოდა რა უფროსი იმის რა ქვია წარმომადგენელი და ის ტუღო დაიჭირეს ბრატ და იმის და წურო და ისინი და რა ქვია ერთი ურილარი არ გექნებათ სახში რო აყრიბოთ რაღაც ბუფეტში არ ჭამოთ და ჩვენ მოგვეცი აი ზუსტად ეს საზოგადოება მივიღეთ რომელმაც დააქცია ჩვენი ქვეყანა და კიდე არ ვიცით ეს რა ფესვებს და რა იმას რა ქვია ნაყოფებს გამოიღებს ეს აი ეს აღზრდილობითი ჯგუფები რომლებიც სპორტში ბატონო და სკოლაშიც არიან სპორტზე ცალკე მოყვები ეს კიდე ცალკე უბედურება არის მაგრამ ნუ აი ესე არის რა და ისიც კიდე არ დამოვიწყდება შეიძლება გახსოვდეთ ნაწარმოები ხევისბერი გოჩა და ამ ფილმის ჩვენება იყო იმის დირექტორის ოთახში და მე სპეციალურად შემიყვანეს და ახლოს დამსვეს რომ დირექტორის ისე ჩვენებინათ რომ აი ეს რან ანუ როგორი ცუდი ადამიანი ყავს სკოლაში არა და ერთი მასწავლებელი იყო სხვათა შორის რელიგიის მასწავლებელი რომელიც სულ იძახდა რომ
ბიჭო არ არის ეს გელაშვილი ესეთი ცუდი ბავშვი რომელსაც ანუ იმაშვებით რა უჩხიკინებდო რა და აი ბატონო დამსვეს და წავიდა გარჩევა რომ აი ხევისბერი გოჩა და ნერვები მომეშალა რაზე იცით რომ ბიჭო კაცმა მოკლა თავისი შვილი ნაწარმოებში ხევმა წააგო ეგ ბრძოლა და ფილმში არის როგორც მახსოვს ფილმში მოიგეს ეგ ბრძოლა მაგრამ რახან ნუ იმან ცეცხლი არ დაანთო და არ გააგებინა თავის ხალხს რომ ტერი შემოდის ხო ეს დიდი ის იყო რა ქვია რა თქმა უნდა ღალატივით რა და აი ხალხი რომ აღფრთოვანებულიყო ჯერ 12 წლის და 13 წლის ბავშვი რატო უნდა იყო აღფრთოვანებული რომ ვიღაცა გაბურძგნული ვიღაცა ხევისბერი თავის შვილს კლავს რა უფლება აქვს საერთოდ ესეთი რამე რომ გააკეთოს ხო და აი ამას რომ უყურებ და ბიჭო უყურებ რომ აი რა საზოგადოებაში ვზივარ ანუ მე კი არ ვზივარ საერთოდ აი რა ხდება ხევისბერის საქციელი როგორ უნდა მოგეწონოს და მე მეკითხება დირექტორი სხვადასხვა ნუგზარი ერქვა ვაჟკაცი კაცი იყო რა მაგრამ მე ვფიქრობ ზოგიერთ მომენტში რაღაც ზედმეტობები მოძდიოდა ხოლმე შენ რას ფიქრობ გელაშვილი იმაზე რა ქვია ხევისბერზე მე რა იდიოტი იყო მეთქი და აუ მასწავლებელი კი მასწავლებელთან გაუხარდა რომ აი დირექტორის წინას გამოჩდი რომ როგორი ცუდი ვარ რა და ნუგზარის გაეცინა ხო და რატო იყო იდიოტია მეთქი შვილს როგორ კლავს მეთქი და ადექი და გადიგარეთო და გამაგდეს ახლა დირექტორის წინიდან ოთახიდანაც გაბიშვეს მე ბუფეტის შესაძლებლობთან ვიცდიდი რა აი ესეთი ის არის რა უბრალოდ მინდა და მეთქვა ეს რომ დამოკიდებულება რა როგორი დამოკიდებულება არის აქ ევროპაში შეიძლება მარტო მე შემოხდა ეგეთ შეიძლება სხვა კიდე უარეს ახაც შეიძლება უტყავენ ბავშვებს და რაღაცა მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ზედმეტობებში ვერავინ ვერ გადავა აქ და ბავშვს შეურაცხყოფას არ მოგაყენებენ დააგვიანე ხო სკოლაში ვთქვათ ჩვენთან საქართველოში ესე იყო ეხლა არ ვიცი როგორ შედიხარ კლასში ბოდიშრიფტი რომ აპატიეთ რომ დამავიწყდა და ეს მასწავლებელი იწყებს აი გაკრიტიკებას ანუ ყველას თვალში გამცირებს აი ვინც კი იქ არის სკოლაში ხო და აი მე ზიხარ და მე ბავშვები დაგსენიან ბატონო ეგ რომ და შეურაცხყოფა მოგაყენეს ბიჭო და რაღაცეები და ასე შემდეგ რა ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ რომელ სკოლაში თქვათ რა დამოკიდებულებები არის რომ ბავშვს აი ეს კომპლექსები და რაღაც უბედურებები ვიღაცა იმის გაბოროტებული მასწავლებლის გამო არ იმას ეკნას რა არ ჩაიდოს გულში იმიტომ რომ მე ეს ადამიანი გამოვა საზოგადოებაში და ვიღაცის დასჯას მოინდომებს და ასეც ხდება რა სამწუხარო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონო კი მშობლები რა თქმა უნდა ერთ-ერთ დიდ როლს თამაშობს ბავშვზე მაგრამ რაც წრე რა ირგვლივ რაც ხდება ისიც რა თქმა უნდა მოქმედებს ბავშვზე და ესე არის რა ამიტომ მასწავლებლებო ნუ იქნებით რაღაც გაბრაზებული ვისა ბოროტები რა მეც ჩემი ბავშვი ნერვებს მიშლის ხოლმე ხანდახან რო არ მისმენს და თქვა დააკეთებს ის რაც არ უნდა გაეკეთებინა მაგრამ მე პატიობ მაინც იმიტომ რომ რა თქმა უნდა სხვას რო არ დაუშავოს რამე ჩემ თავზე პატიობ იმიტომ რომ უნდა ბავშვია უნდა გამოცადოს გაიგოს ბატონო ეს ცუდია კარგია და იმის მიხედვით მე შეიძლება მომიტრიალდეს და მითხრას რომ კი მამა მართალი ხარ ანუ ეს არის რა რაც მითხარი ესე იყო ცუდი იყო და რა შემდეგში აღარ ვიცი ამიტომ მასწავლებლებო ნუ იქნებით ბოროტი რა